მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვაქვს ჩვენი 7 დღიანი მარათონის ენერგეტიკული ჯანმრთელობა, მე-7 შეხვედრა და ეს დღე იქნება დათმობილი, ეს შეხვედრა მე-7 ჩაკრას. ჩვენი გვირგვინის ჩაკრა, საჰასრარა ჩაკრა და ეს იქნება კავშირი, სინათლე და მთლიანობა. დღევანდელი თემა რა თქმა უნდა არის კავშირი სამყაროსთან, სინათლის ინტეგრაცია და ასევე გავაერთიანებთ ყველა ჩვენი ჩაკრის მუშაობას, გავაერთიანებთ და გავააქტიურებთ ჩვენ ენერგეტიკულ არხებს, ყველაფერს ისე მოვიყვანთ სინქრონში ერთმანეთთან და აბსოლუტურად ყველა აქტივობა იქნება ამას დათმობილი. მოკლედ მარილით წმენდა, მთელი სხეული დაიზილეთ მარილით, გადაივლეთ თბილი წყალი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის გაიმეორეთ სიტყვები, რომ სუფთავდებით, იწმინდებით, თავისუფლდებით და დამებრუნდით. როგორც უკვე პირველ ვიდეოში გითხარით, მარილით წმენდების მრავალი მეთოდი არსებობს, რომელიც თქვენთვის არის შესაძლებელი ის გააკეთეთ. მე უბრალოდ ვაჟღერებ იმას, რაც იმ დღისთვის არის ყველაზე კარგი, თუმცა შეიძლება ისდაგვარად გამოიყენეთ ის წმენდა, რომელიც თქვენთვის იქნება მისაღები იმ სიტუაციიდან, რომელ სიტუაციაში სიმყოფებით. პლუს ნებისმიერ დროს, როდესაც თქვენ თავს ცუდად იგრძნობთ, როდესაც თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაცა ისე არ გაქვთ, რაღაც დამძიმებული ხართ, დამსუბუქება გჭირდებათ, ყოველ ჯერზე გამოიყენეთ იგივე მეთოდები. ძალიან მაგრად დაგეხმარებათ. მარილი ყოველთვის იქონიათ სახლში, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს დამწვარი მარილი, სპეციალური მარილი, გააქტიურებული მარილი, ჩვეულებრივი მარილი, გამოიყენეთ გაწმენდებისთვის და ნახავთ როგორი შედეგი გექნებათ. ასევე ძალიან კარგია პარასკევი, შაბათი, კვირა ხოლმე ყოველ ღამით დადგათ ფიალით რამე ჯურჯლით მარილი, რაღაცა სიფრისკოზე ჩაყაროთ, ისიც ძალიან კარგად დაგროვებს ნეგატიურ ენერგიას და დილით ეს ყველაფერი ჩაყაროთ, წყალს გაატანოთ ამ ნუტაში ან სადაც გაქვთ წყალი, ონკანზე და წარმოთქვათ თქვენი სიტყვებით, რა ვიწმინდები, სუფთავდები, მსუბუქდები, უშვებ ყველანაირ ნეგატივს ჩემი ცხოვრებიდან. მოკლედ ასე. კარგით ვაგრძელებთ, როგორც უკვე გითხარით, დღეს ჩვენი მე-7 შეხვედრა თუ არ ჩავთვლით შუალედურს, ეს არის დღე კავშირის დღე მე-7 ჩაკრის და თემა კიდევ ერთხელ გამოვდები კავშირის სამყაროსთან, განთლიანება, სინათლე და დღეს ასევე გავაერთიანებთ ჩვენი 7 ჩაკრის მუშაობას სინქრონში. დავიწყებთ სუნთქვიდან, დღეს ვისუნთქებთ პრანაიამა, ყოველს გაქვთ გაგონილი, სუნთქავთ რაღაცა 2-3 წუთი, მამაკაცებისთვის შეისუნთქეთ მარჯვენა ნესტოდან, გამოისუნთქეთ მარცხენა ნესტოდან. გოგოებისთვის შეისუნთქეთ მარცხენა ნესტოდან, გამოისუნთქეთ მარჯვენა ნესტოდან. ჩასუნთქვა ამოსუნთქვას ვაკეთებთ ღრმად და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩასუნთქვისას წარმოიდგინეთ თითქოს ზემოდან ოქროსფერი შუქი ჩამოდის, ხო? და თითქოს ეს ოქროსფერი შუქი შესუნთქვისას შეისუნთქეთ, მეტად გააქტიურეთ და გამოსუნთქვისას თითქოს მთელი სხეულიდან მოხვედეთ, რაც კი რამე ცუდია და ესეთი ყვამლის შეგრძნებასავით გამოიტანეთ უკვე ნესტოდან გამოსუნთქვისას. ვიწყებთ ძალიან მარტივად, ერთ ნესტოზე იჭერთ ხელს, კეტავთ და მეორეთი სუნთქავთ. შეისუნთქეთ ოქროსფერი სინათლე. გამოისუნთქეთ, რაც კი ნაგავი წამოიშალა, რაც კი დაბინძურება წამოიშალა, ესეთი მუქი ყვავლის სახით. ერთ ნესტოს კეტავთ, შეისუნთქეთ, ჩაკეტეთ, გამოისუნთქეთ, მე რომელიდანაც გამოისუნთქეთ, იქიდანვე შეისუნთქეთ. ჩაკეტეთ, გამოისუნთქეთ. გავიძელეთ სუნთქვა. სადღაც 2 წუთი ისუნთქეთ. იჯექით ისეთ ადგილას, რომ თავი აკონტროლოთ, იმიტომ შეიძლება ცოტა თავი დაგეხოთ, შეგიძლიათ ეტაკზე დაიჯდეთ, შეგიძლიათ სკამზე დაიჯდეთ, შეგიძლიათ საწოლზე დაიჯდეთ, მაგრამ ისე რომ თქვენ გქონდეთ აუცილებლად ადგილი, სადაც შეიძლება მაგალითად მიიწვეთ ან მიეყრდნოთ. 2-3 წუთი ისუნთქეთ და გავაგრძელოთ. დამიბრუნდით. ნეღანეღა გავაგრძელოთ. და გადავდივართ ინტუიციურ ცეკვაზე. დღევანდელი ინტუიციური ცეკვა მართლა ცეკვა გვექნება, ძალიან ისეთი ინტენსიური, კარგი მუსიკა შეგირჩიეთ. დღევანდელი ცეკვის საშუალებით უნდა დაფერთხოთ, რაც კი რამე წამოიშალა ამ შეხვედრებზე, რაც კი რამე ნეგატივი ამოვიდა და კიდე არის დარჩენილი და ვერ გავწმიდეთ, ბოლომდე ეს ყველაფერი ისე უნდა იცეკოთ, ისე უნდა დაფერთხოთ
დავიწყე მუსიკას მე ჩავრთავ, მაგრამ შემდეგ დაგტოვებ, ცალკე მონაკვეთად მუსიკას დავურთავ და თქვენი იცეკვეთ მთელი აწყვეტით, მთელი თქვენი ენერგია ჩადეთ, რომ ბოლომდე გათავისუფლდეთ, რაც კი რამე ტკივილი დაგიგროვდათ, რაც კი რამე აგრესია, რაც კი რამე ნერვიულობა გქონდეთ, ყველაფერი ამ ცეკვის დროს ამოყარეთ. უმაგრეს მუსიკას დავურთავ. შამანების მუსიკა ტრანსში გადავყავართ. მე ჩემთვის ვიცეკვე, თქვენ კი გადაით მუსიკაზე და იცეკვეთ. და დამებრუნდით ასე ძალიან მონადაფერთხილები. დავწყნარდით, დავშვიდდეთ და ხმა ჩაისუნთქეთ. სუნთქვა გვამშვიდებს. სუნთქვა გვისუფთავებს გონებას. როდესაც ბრაზდებით, ან რაღაც მდგომარეობა გავთ, სადაც გინდათ დამშვიდება, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, 10-მდე დაითვალეთ, ჩართეთ. რაციონალური გონება და ნახავთ, როგორ მარტივად მართავთ სიტუაციას. კარგი. მოკლედ, ჩვენი შემდეგი აქტიურობა არის
sound healing-ი და sound healing-ში დავურთე სპეციალური ვიდეო, სადაც 7-ვე ჩაკრის გააქტიურებაა. 15 წუთიანი იქნება სავარაუდოდ. ბოლომდე გააკეთეთ, იმიტომ რომ თითოეულ მათგანს, თითოეულ ბგერას, თითოეული ჩაკრის ბგერას აქვს დათმობილი დრო. თქვენ ვიდეოზე შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომელი ჩაკრა აქტიურდება რომელ ბგერაზე და მაქსიმალურად ჩაერთეთ მათ პროცესში. მინდა კიდევ ერთხელ შევეხოთ ჩაკრების თემას, ჩვენ გვაქვს 7 ჩაკრა, რომელიც იწყება ქვემოდან ზემოთ და დღევანდელ დღეს ვააქტიურებთ გვირგვინის ჩაკრას. 7 ჩაკრას და მოდით ყველა გავიაროთ, შეგახსენებთ რომ პირველი ჩაკრა გვაქვს ფუძის ჩაკრა, მულადჰარა ჩაკრა, მისი ბგერა არის ლამ. უნდა იმღეროთ ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვას უნდა ამოაყოლოთ ერთლად. ლამ. მისი მდებარეობა როგორც კი აღნიშნეთ ჩვენ ისეც ვიწყებდით, ანუ თითოეულ მათგანის ადგილმდებარეობა და დანიშნულება გავაჟღერებ, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, მდებარეობს წელსდაბლა, ხერხემლის ძირში, ანუ ფუძის ჩაკრას მაგიტო უწოდებთ, ხო? ფერი აქვს წითელი და მისი გააქტიურება გვამიწევს, გვასტაბილურებს, უფრო მტკიცეს გვხდის და უსაფრთხოების შექმნებას გვაძლევს. შემდეგი ჩაკრა გვაქვს სვადჰისტანა ჩაკრა, მას ეძახიან საკრალულ ჩაკრას. მისი ბგერა არის ლამ. ოღონდ ეს უნდა იყოს რბილად ნათქვამი, ტალღოვნად. ლამ. თითქოს ეს ტალღები მოძრაობენ. მდებარეობს ჭიპის ოდნავ ქვემოთ და მისი ფერი არის ნარინჯისფერი. როდესაც ამ ჩაკრას ვააქტიურებთ, რა თქმა უნდა, იხსნება ბლოკები, იღვიძებს სიამოვნების მიღების უნარი და კრეატიულობა, თვითგამოხატვის უნარი ასევე. შემდეგი ჩაკრა გვაქვს მანიპურა, მზის წნულის ჩაკრა, რომელიც აქ მდებარეობს. მისი ბგერა არის რამ, არის უფრო ძლიერი, ენერგიული და მისი ფერი არის ყვითელი. რამ, თვითონ ეს წყობაც ხო, რამ აქტიურებს შინაგან ძალას, თავდაჯერებულობას და ნებისყოფას. შემდეგ გვაქვს გულის ჩაკრა, ანახატა ჩაკრა, მისი ბგერა არის იამ და მღერით რბილად, ნაზად, სიყვარულით. თითქოს აი გულს ვხსნით, ხო? იამ. მისი ფერი არის მწვანე ან ვარდისფერი და რა თქმა უნდა, ამ ჩაკრის გააქტიურება, გაწმენდა, გასუფთავება აქტიურებს სიყვარულის ენერგიას, თანაგრძნობას, ემპათიურობას და აღადგენს ბალანსს. ანუ ნდობას აღადგენს სამყაროსა და ადამიანის მიმართ. შემდეგი არის ყელის ჩაკრა, ვიშუდჰა ჩაკრა. ეს არის ჩვენი რიგით მეხუთე ჩაკრა, ბგერა არის ჰამ და მღერით ამასაც ისე ტალღოვნად, ოღონდ სინაზის გარეშე. მისი გააქტიურება, მისი გაწმენდა, გასუფთავება, ხსნის ჩაკეტილობას, ხსნის ჩაკეტილ ხმას, ანუ ხმის ამოღების უნარს გვაძლევს, როდესაც თქვათ რაღაცის თქმა არის საჭირო, სიმართლეზეა საუბარი საჭირო, თვითგამოხატვის უნარს აძლიერებს და რა თქმა უნდა, ანულებს სიმართლის თქმის შიშს. მეექვსე გვაქვს აჯნა, მესამე თვალი, მისი ბგერა არის აუმ, მღერით ღრმა ვიბრაციებით, თითქოს აი აქედან მღერით, ხო, აუმ და მთელს ვიბრაციას ატარებს სხეულში, მდებარეობს შუბლზე, როგორც უკვე აღნიშნე, მისი ფერი არის მუქი ლურჯი და ანია სამისფერი, აქტიურებს ინტუიციას, სიბრძნეს, შინაგან ხედვას, ცნობიერებას ხდის, უფრო ცნობიერს გვხდის და მისი ბგერა არის აუმ, როგორც ვთქვი, აუმ და გადავდივართ ჩვენს საჰასრარა ჩაკრაზე, ეს არის ჩვენი გვირგვინის ჩაკრა, რომელიც აი აქ ყიფლიბანს რო ვამბობთ, ხო, ბავშვები რო დავებადეთ, აი აქ სირბილე რო გქონდა, ეს ადგილია, ძალიან გრძნობიერია, ამიტომ ამას ძალიან სულკად და ანაზად ვეხებით, იმიტომ არის რომ თავზე ხელის თავში ჩარტყმა რაღაც, ანუ აი ეს არის ძალიან საკრალური ადგილი. მისი ბგერა არის ნგ ან აუმ, და მისი ფერი არის იისფერი ან თეთრი. მოკლედ, რა თქმა უნდა, ამ ჩაკრის დანიშნულება არის ყველაფრის გაერთიანება, გაძლიერება, ღმერთთან კავშირის აღდგენა, სამყაროსთან კავშირის აღდგენა და თქვენს საკუთარ უმაღლეს მესთან კავშირის აღდგენა, დამყარება. როგორც გეკითხარით, გადადიხართ და უსმენთ ამ მედიტაციას და მღერიხართ, როგორც შეგიძლიათ. უძლიერესია, მერწმუნეთ, შემდეგაც თუ ცალკეს დავდებ და ცალკეს თუ დააპრაქტიკებ, ძალიან კარგი იქნება. აბა, და დავებრუნდით.
როგორ გქნობთ თავს გერითი თერაპიის შემდეგ და გადავიდეთ access clearing-ზე. access clearing-ი მოგიმზადეთ ცალკე ვიდეოდ. ეს იქნება საჰასრარა ჩაკრას გათავისუფლება და გახსნა. დამოუკიდებლად უსმენთ ჩემს შემდეგი მეორე სიტყვებს. იწმინდებით, სუფთავდებით და ვემზადებით შემდეგი პროცესისთვის, რომელსაც უკვე პროცესის დამოუკიდებლად მერე გავაქტიურებთ სხეულის პროცესებს. გადავდივართ შემდეგ აქტივობაზე, ეს გვაქვს access clearing-ი, როგორც ყოველთვის, დღეს გვაქვს მე-7 დღე და მუშაობთ ჩვენს გვირგვინის ჩაკრაზე, საჰასრარა ჩაკრის გათავისუფლება და გახსნაზე. უბრალოდ მოусმინეთ ტექსტს, რომელსაც მე გავაჟღერებ, კონცენტრირდით თქვენს ხეულზე, კონცენტრირდით თქვენს ჩაკრებზე, თქვენს ენერგეტიკულ წერტილებზე და უბრალოდ მიყევით ჩემს ხმას. ვიწყებ. რა იქნებოდა თუ ახლა შენ უბრალოდ გახსნიდი შენს ხეულს, შენს გონებას, შენს ცნობიერს, შენს მიმღებლობას მთელი სამყაროს ენერგიისთვის. რა იქნებოდა თუ აღარ დაგჭირდებოდა ყველაფრის კონტროლი და ნებას დაართავდი ენერგიას ემოძრავა შენი გავლით თავისუფლად. ყველა ის აზრი, გადაწყვეტილება და შეზღუდვა, რომელიც გაკარგვინებს კავშირს სამყაროსთან, შენს ღვთიურ ენერგიასთან, ყველა ის ადგილი, სადაც გჯერა, რომ მარტო ხარ, მოწყვეტილი ხარ, ჩაკეტილი ხარ, არ გაქვს მხარდაჭერა, ახლა ამოგვაქვს ზედაპირზე და ვანულებთ. Right around the bed for the vocal 100 shorts voice, poets, bass, creations and beyond. ყველა ის წერტილი, სადაც შენ საკუთარი თავის ჩაკეტვა იგრძენი, ჩაკეტვა სამყაროს სინათლისგან, სადაც დაკარგი რწმენა, იმედი, ან გეგონა, რომ აღარ არსებობს სინათლე შენთვის. ახლა ხსნი ყველა ამ ჩაკეტილობას და ნებას აძლევ ოქროსფერ ნაკადს გაიარო შენში, შეგავსოს, როგორც სამყაროს უსასრულო სიყვარულმა, რომელიც იღვიძებს შენს ყველა უჯრედში. შენ ხარ ენერგია, შენ ხარ ცნობიერება, შენ ხარ სივრცე. და სადაც შეზღუდე შენი ცნობიერება, მხოლოდ სხეულით, მხოლოდ ცხოვრებით. ჩაკეტე ყველანაირი ენერგიების მიღებისგან. ახლა მოგვაქვს ეს ადგილები და ვანულებთ. უშვებ ყველა ბარიერს, ყველა შეზღუდვას აუქმებ და აძლევ თავისუფლებას იყო უსასრულო არსება. და ახლა შეიგრძენი როგორ იხსნება გვირგვინის ცენტრი, ჩვენი მე-7 ჩაკრა და წარმოიდგინე ბრწყინვალე კომეტა, რომელიც უკავშირდება ოქროსფერ კოსმოსურ სინათლეს. ეს სინათლე იწყებს მოძრაობას, ეშვება ქვემოთ და შენში იწყებს შემოდინებას. სიმშვიდით, სიხარულით და ნათებით. თლიან სხეულს ავსებს. შენ ხარ სამყაროს ნაწილი და სამყარო შენშია. შენი ენერგია არის სიყვარულის განუწყვეტელი მოძრაობა. სადაც შენ ხარ, იქ არის სინათლე. გაიმეორე ჩემ შემდეგ, მე ვარ სამყაროს ნაწილი. სამყარო ჩემშია. ჩემი ენერგია არის სიყვარულის განუწყვეტელი მოძრაობა. სადაც მე ვარ, იქ არის სინათლე. Right around the bed for the vocal 100 shorts, voice, poets, bases, creations and beyond. ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე. მადლობა გადაუხადე ენერგიებს შენ თავს ამ პროცესისთვის
და გადავდივართ ვემზადებით უკვე სხვა პროცესისთვის. დამიბრუნდით. და გადავდივართ access body პროცესებზე. დღევანდელი გვექნება ძალიან ესეთი ძლიერი დატვირთვით, ასეთი სხეულის პროცესს გავაქტიურებთ სახელწოდებით energizing the cellular structure. ანუ ეს პროცესი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და უნივერსალური body პროცესებში, რომელიც მუშაობს უჯრედულ დონეზე. ის აღვიძებს უჯრედებში სიცოცხლის ენერგიას, აძლიერებს მათ, აღადგენს და განაახლებს. როდის გამოვიყენებთ? გამოვიყენებთ მაშინ, როდის გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანის სხეულში არის დაღლილობის შეგრძნება, ენერგეტიკულად დაცლილი ადამიანი, რაც ქრონიკული ტკივილები აწუხებს, დაბინდულობის შეგრძნება, გაბუჟების შეგრძნება, როდესაც გვაქვს სხეულში, დაბალ ვიბრაციებზე, როდესაც არის ადამიანი, არის შიში, სტრესში, ან რაღაც დაავადება გადაიტანა, სხეული დასუსტებულია, ენერგეტიკული სხეული დასუსტებულია, დაბერების პროცესის შეინარჩუნებისთვის გამოიყენება, სხეულის სილამაზისთვის, ახალგაზრდობის გასააქტიურებლად, როგორც აღმდგენი, ასევე აქვს რეგენერაციის ეფექტი და შედეგები რა გვაქვს? შედეგები გვაქვს ის, რომ უჯრედები იწყებენ ენერგიის აღდგენას და ახალი სინათლის მიღებას. ხელები განათავსეთ ინტუიციურად, სადაც თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა ამჟამად ჭირდება თქვენ სხეულს ენერგიების მიღება, ან შეგვიძლია ასეთი რაღაცის გავაკეთოთ, რომელიც შიგადაშიგთან გაჩვენებთ. თითქოს სხეულს ვწმენდავთ, სხეულს ვეხებით და თვითონ ჩვენს უჯრედს ვახსენებთ თვითონ მონაკვეთს, რომ ცოცხალი ხარ და ჩემი ხარ, მიღებული ხარ, ხო? ანუ მე შენ გაღიარებ, მადლიერი ვარ, სხეულს ეხებით. შეგიძლიათ კონკრეტულ ადგილზე დაიდოთ ხელები, შეგიძლიათ სხეულს სხვადასხვა ადგილას შეეხოთ და შეახსენოთ, რომ თქვენ ეს ადგილი გახსოვთ, რომ თქვენ მისი მადლიერი ხართ, თქვენ ხართ მადლიერი ხელების, ფეხების, სხეულის, მკერდის, ზურგის, კისრის და ასე შემდეგ. განათავსეთ ხელები და მოდით გავააქტიუროთ ეს პროცესი. Energizing the cellular structure run. Energizing the cellular structure run. Right around, guten bed, guten focal 100 Hz voice, poet space, creations and beyond. შეიგრძენით სითბო ხელის გულებში, შეიგრძენით თქვენი სხეულის სითბო, შეიგრძენით ეს ინტენსიური და ამავე დროს მზრუნველი ენერგია, როგორ გამოედინება თქვენი ხელის გულებიდან, ხელის გულები უნდა გაგიცხელდეთ, როგორ შეედინება თქვენს სხეულში და თქვენი სხეული როგორ ცხელდება, როგორ იწყებს პულსირებას და იგრძენით იქ გააქტიურებული ენერგიები. ეს ენერგია სხეულს ახსენებს, რომ ცოცხალი ხარ, კარგად ხარ, ავსებს სიცოცხლის ენერგიით, ანახლებს. Energizing the cellular structure run. Energizing the cellular structure run. Around the bed, but then focal 100 Hz voice, power space, creations and beyond. სრული კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენ სხეულზე. შეიგრძენით სხეული, შიგნიდან შეიგრძენით, სად გჭირდებათ დახმარება, სად უკვე დიდი ხანი აღარ მოძრაობს ენერგია, სად არის ჩაკეტილობა, სად არის მაგალითად გაბუჟება, სად უკვე რაღაც რეგენერაციის პროცესის განახლება საჭირო. შეგიძლიათ ერთი ხელი მუცელზე განათავსოთ გულზე. შეგიძლიათ წარმოვთქვათ კიდეც შემდეგი ფრაზები. მე ვაცნობიერებ და ვააქტიურებ უჯრედების ენერგეტიკულ განახლებას და სიცოცხლის ინტენსიურობას. რომეთ ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. კიდევ ერთხელ შეიგრძენით ხელის გულები. Energizing the cellular structure run. Energizing the cellular structure run. Right around and back to the focal 100 Hz voice, power space, creations and beyond. თქვენ ამ პროცესის გააქტიურების შემდეგ თავს იგრძნობთ მსუბუქად, შეიგრძნობთ როგორ შეივსოთ თქვენი სხეული თბილი ტალღებით. სერიოზულად იგრძნობთ კავშირს თქვენს სხეულთან. გააქტიურეთ, იგრძენით ხელები, იგრძენით ხელის გულები, იგრძენით სითბო. Energizing the cellular structure run. Right around and back to the focal 100 Hz voice, power space, creations and beyond.
იგრძენით პულსირება უჯრედებში, იგრძენით როგორ ფეთქავს გული, როგორ მუშაობს კუჭი, როგორ გამართულად მუშაობს ღვიძლი, ფილტვები როგორ კარგად იღებს ჰაერს. იგრძენით სიცოცხლის ფეთქვა თქვენ სხეულში. Energizing the cellular structure run. ცოტა ხანი იყავით ამ ენერგიებში. ეცადეთ არ დაიძინოთ. Energizing the cellular structure run. იყავით ცოტა ხანი ამ ენერგიებში. გავაგრძელებ, შემდეგი ჯერ გამოხვიდეთ, უბრალოდ მისვინეთ. შემდეგი ჩვენი აქტიურობა არის მედიტაცია, ოქროსფერი სინათლის მედიტაცია, რომლის შემდეგაც თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ მუსიკის მოსმენა, დაიძინოთ მშვიდად. მე კი მანამდე მედიტაციაზე გადავალ, თქვენ მოხერხებულად მოთავსდით, ისე რომ შეძლოთ შემდეგ წილის გაგრძელება და მე დაგემშვიდობებით. მადლობა. მესმის რამდენად არ იყო მარტივი ეს დღეები, იმიტომ რომ სერიოზული ტრანსფორმაციის დღეები გქონდათ. ვინც ბოლომდე მომყევით, ვინც ვერ შეძლებს ბოლომდე მოყვა, არ არის ეს პრობლემა. ვიდეოები დევს, ინახება. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერ დროს. ოღონდ კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ აუცილებლად გაუფრთხილდით თქვენს თავს, თქვენს ენერგიას. დღეში მხოლოდ და მხოლოდ ერთ ვიდეოს უსმინეთ. თუ რომელიმეს თქვენთაგანს გაუჩნდება სურვილი, რომ ეს 7 დღიანი მარათონი გაიმეოროს, ცოტა ხანი შეისვენეთ სრუალეთში, 1-10 დღე მაინც და მერე გააკეთეთ. რომ სრული, მუდმივი წმენდებიც არ არის კარგი, იმიტომ რომ აზიანებს ენერგეტიკულ სხეულს. ყველაფერს სჭირდება თავისი დოზები. ჩაისუნთქეთ და ეზიარეთ ამ საოცარ მედიტაციას. მე კიდევ გემშვიდობებით. მადლობა რომ დღესაც იყავით ჩემთან. წინ კიდევ ერთი შეხვედრა დაგვრჩა. ძილინებისა. გადავდივართ მედიტაციაზე და დღეს გავაკეთებთ ოქროსფერი სინათლის მედიტაციას. მოთავსდით მოხერხებულად, ღრმად ჩაისუნთქეთ და მოსუნთქვისას ამოაყოლეთ ყველა დაღრილობა, ყველა არასაჭირო ფიქრი, ტკივილი, დაძაბულობა, სევდა, ყველაფერი რისგანაც გინდათ გათავისუფლდეთ. კიდევ ერთხელ ჩაისუნთქეთ ღრმად, ამოისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს თავს ზემოთ იხსნება ოქროსფერი შუქის არხი. თბილი, ბრწყინვალე სინათლე ეშვება და შემოდის შენში, გვირგვინის ჩაკრის გავლით. ეს ოქროსფერი შუქი ძალიან ნაზი და ამავდროულად ძალიან ძლიერია. ის მზრუნველიც არის და მკაცრიც. ეს ენერგია შემოდის შენს სხეულში, ჯერ თავში, შემდეგ კისრიდან ეშვება გულში და გადის მთელ სხეულში. ის ყველა უჯრედშია
აღწევს, ყველა უჯრედს ეხება და თითქოს გეუბნება. გაიღვიძე, შენ ხარ სიცოცხლე, შენ ხარ სინათლე. შეიგრძენი, როგორ ბრწყინავს შენი სხეული შიგნიდან. შეიგრძენი ეს ნათება, შეიგრძენი ის მომენტი, თუ როგორ იწყებს თითოეული უჯრედი ოქროსფრად ციმციმს, როგორც პატარა მზის სხივი. შენი სხეული ხდება ნათელი, მსუბუქი და მშვიდი. ახლა წარმოიდგინე, ეს სინათლე აგრძელებს მოძრაობას, ჩადის ფეხებში, მუხლებში, ტერფებში, გზა და გზა ყველაფერს აცოცხლებს და ფეხის გულებიდან გადის უსასრულობაში. შენ ხდები ენერგიის სრული გამტარი. მთელი შენი სხეული ახლა ერთიანდება ერთ დიდ ოქროსფერ ველში. შენ ხარ სიცოცხლის ენერგია, შენ ხარ სიხარული, შენ ხარ ნათება. შეიგრძენი გარშემო როგორ ინთება უამრავი ფერი, თითოეული მათგანი ჩაკრის ფერს გახსენებს როგორი ფერადი ხარ, როგორი მხიარული, როგორი თბილი, როგორი მზრუნველი და როგორ უყვარხარ სამყაროს. ამავდროულად შეიგრძენი მადლიერება შენი სხეულის მიმართ, რადგან მასში არის შენი სული. შეიგრძენი მადლიერება სულის მიმართ, შენი მეეს მიმართ. შეიგრძენი მადლიერება სამყაროს მიმართ. ის ხომ ყოველთვის გეხმარება, თავარია სთხოვა. და ბოლოს წარმოთქვი ხმამაღლა. მე ვიღებ სიცოცხლეს თავისი სავსებით, სიხარულით და სინათლით. გაიღიმე, იგრძენი როგორ იღიმის შენი გულის ჩაკრა, როგორ იღიმის შენი მესამე თვალი, შენი მზის წნული, შენი მეორე და პირველი ჩაკრა. იგრძენი როგორ იღიმის მთელი სხეული და როგორ იღიმის შენ. იგრძენი შენი შინაგანი ბედნიერების განცდა. და კიდევ ერთხელ წარმოთქვი. მე ვიღებ სიცოცხლეს თავისი სისავსით, სიხარულითა და სინათლით. ეს ასია და ასე იქნება. ცოტა ხანი გაჩერდი ამ ენერგიებში, მათ ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და როდესაც იგრძნობ, რომ გინდა გამოეღვიძო, დაბრუნდი აქ